თქვენს წინაშეა შვებულების ერთი დღე. მოკლედ, ჩამოვედი ვისვენებ. ყველაფერი რიგზია, ყველაფერი კარგად არის. ერთჩვენერ დილით გამოვდივარ და ჰოი საოცრებო. რატომღაც მანქანამ გადაწყვიტა, რომ ღრუბლებში უნდა ასულიყო. მაგრამ ამ შემთხვევაში მანქანას არ გაუმართლა, იმიტომ რომ ხელსაწყოების ნახევარი მაინც თავად ამ მანქანაში ვიტყვის. მე რა დაგვრჩენია? მოვიდოღოთ ყავა და შევუდგეთ საქმეს. პირველ რიგში დავიწყოთ დიაგნოსტიკით. ჩვენ უნდა შევიდეთ დაკიდების სისტემის მოდულში. აი ესიც ელექტრული სიმაღლის კონტროლი და ჩვენთვის ყურადსაღები არის პირველი შეცდომა lower control time. ანუ ეს ნიშნავს, რომ დაშვებისთვის გამოყოფილი დრო ამოიძურა ისე, რომ ავტომობილის სიმაღლის პოზიციები და წნევები არ შეცვლია. შესაბამისად, ჩვენ პრობლემა უნდა ვეძებოთ დამცლელ კლაპანში. ეს უკვე არის განსხვავება მარცხენა უკანა და მარჯვენა უკანა ხრის პოზიციების ნორმალური პოზიციისგან, როგორც ხედავთ, ერთ მხარეზე 104 მმ-ით არის განსხვავება და მეორე მხარეზე 88 მმ-ით, რაც ცუდი მაჩვენებელია. ამიტომ ჩავხედოთ ნახას, რომ ნახოთ სადაყენია დამცლელი კლაპანი. Okay, let's go. და მეგობრებო, ეს არის drain valve, ანუ დამცლელი კლაპანი, რომელმაც უნდა დაცალოს წნევა ჰაერის სისტემიდან, რათა მოხდეს პადუჩკების დაშვება. აქ უკვე ამოწევდით თვითონ უშუალოდ კლაპანს. როგორც ხედავთ, ნაპერწკალს გვაძლევს, ანუ დენს მოიხმარს, თუმცა ხმა არ აქვს მუშაობის. აი ეს არის მუშაობის ხმა. ცოტაოდენი ძალადობის შემდეგ ეს კლაპანიც ამუშავდა. შესაბამისად, ღვთისმსხალობით მანქანაც დაბრუნდა დედამიწაზე. აი აქ უკვე როგორც ხედავთ, სხვაობებიც წესრიგშია. მოკლედ, ყველაფერი გაიმართა. თქვენ კიდევ მადლობა ყურადღებისთვის.